მშვიდობიანი იყო, ყველაფერი კარგი იყო. მომავალი წლისთვის რას ისურვებთ? კარგს. მშვიდობა. ქვეყანაში მშვიდობა. ვიცი, აბა წელი ისეთი არეულობაა დღეს, რომ კაცი ვერ გეიგებს. ზოგს კაი ამბავი აქვს, ზოგს ცუდი. მე რო გითხრა სიმართლე არა ვარ კმაყოფილი. ქვეყნისთვის როგორი წელი იყო? ქვეყნისთვის არ იყო კარგი და იმიტომ ჩემთვისაც რა თქმა უნდა, არის. ცუდი არა, კარგი. 3 წელია გაგადმიდის სიტუაცია. 3 წელი. ან 4. მე უკეთესი კიდე. მშვიდობა თავარი. აი ცხოვრება იქ. ჩემთვის რაღაცებში კი იყო კარგი წელი, მაგრამ ქვეყნისთვის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი. ვისურვებდი რომ კარგი წელი ყოფილიყოს პირველ რიგში საქართველოსთვის და მე ჩვენთვის. უკეთესიც შეიძლება რომ იყოს. კარგი იყო. პირველ რიგში ჯანმრთელობას, ოჯახის წევრების და მე ქვეყნის კეთილდღეობას. იყო რაღაც ცვლილებები, მაგრამ როგორც ასეთი რომ თქვა რომ აი გადასარევად მიდის ყველაფერი, არა რაღაცებში ვართ კმაყოფილები, რაღაცებში არ ვართ კმაყოფილები და არ ვიცი. მომავალი წლისთვის რას ისურვებთ? მომავალი წლისთვის ვისურვებდი ერთადერთი რაც არის მშვიდობა იყოს, ყველა გარშემოყოფები ჯანმრთელები და ბედნიერები იყო. მშვიდობას პირველ რიგში, ხალხის კეთილდღეობას, განვითარებას, ქვეყნის და ხალხის და წინსვლას, აღმავლობას, აღმშენებლობას, განვითარებას, სიკეთეს, ბედნიერებას. თვის ძალიან წარმატებული იყო, ბევრი რამე გავაკეთე და ქვეყნისთვის არ ვიცი ზუსტად რა გითხრათ. გაჭირება არის, რო ვთქვათ, უმუშევრობა არის, ახალგაზრდები გარბიან. ძირითადად ვართ აქ პენსიონერები. 16,000 აქვთ ხელფასი და ჩვენ 20 ლარი მოგვიმატეს. ჩვენ რა უნდა ვქნათ პენსიონერებმა და გინდათ ახალგაზრდებმა. რა ვფიქრობ ნორმალური. ჩემთვის პირადად გადასა ქვეყნისთვისაც მე მგონი რაღაც წინსვლები გვაქვს. მე მგონი. ჩემთვის მაგალითად დიდად კარგი არ ყოფილა. ქვეყნისთვისაც მე ეჭვება რომ კარგი ყოფილიყოს მაინც მძიმე სიტუაცია. ქვეყნისთვის მე მგონი არც ისე. უკეთეს მოველოდეთ შემდეგში.